ხო? კი. Get chance. აი მას ეს რო ეხევი კვდება. ეს რო ეხევი კვდება. გაქრ. და პირიქით ახლა რომ იმას მოარტყა? მე როას. მე პირიქით რომ მოარტყა თვითონ კვდებია მას. ოკეი, ეგეც მეჩვენა. აუ ეს ტყვია ასე ჯახი. ოკეი. კაი, გასაგები. კაი, გამართა. ის მონიშნე enemy-s prefab-ი. გავაზიარეთ თავი. ხო. enemy-s prefab-ი მონიშნე და მარჯვენა რიჯის ბადი დამანახება. ცოტა ქვევით ჩამოშქვა. გათიშეს. ეხლა debug-ზე არის თუ normal-ზეა? დიბაგზე მაქვს. normal-ზე გადადირძავს. აი freeze rotation Z-ი ჩაურთე და აღარ დატრიალდება თუ რამე დაეჯახება. ხო, და ის რა ქვია, რო არ დაეჯახოს, შენ ახლა on collision enter-ზე შეამოწმე ყველაზე? კი. კოდი მაჩვენება. რაც დაუწერე. enemy script-ში დაწერე და player-ში თუ enemy script-ში დაუწერე მას. ხო. enemy script-ში კი წერია on collision enter-ი, ხო? დიახ. ხო, შეგვიძლია on collision enter-ი დავტოვოთ, ან შეგვიძლია რომ ტრიგერით გავაკეთოთ და აი ეს დაჯახება აღარ მოხდება რა მერე. აი ვიზუალურად რო ხედავ ახლა რო ეჯახება და ამოძრავებს ცოტა. მაგას აღარ გააკეთებს. ჩანს ხო? კი ჩანს. on collision enter-ი და bullet player ხო კლონს ამოწმებ. და აი აქ იზერია. თვითონაც ეგრევე იქნება ანუ. ოკეი. კაი. კაი, შეიძლება გასაშკაზერება, მე გავაზიარებ და ჩემთანაც გავაკეთებთ მაგას. აი ას მე არ გამიკეთებია დავალება მასთან. არა უშე გავაკეთებთ. კაი, ამაც ახლა კოლაიდერები არ გვაქვს ჯერჯერობით მიბმული, არც bullet enemy-ზე და არც bullet player-ზე. თან bullet player. მას არ მიხსნის ეს გაზიარებულს. არ ჩანს? ევას. მიერო, აი ახლა გახსნა. ახლა გამოჩნდა. ხო. ნორმალურად ჩანს? კი, კარგად. ხო. bullet player-ზე ჩვენ ორი ტყვია რახან არის, ორი ხო არ დავაკლოთ.
მას საქმე იმაშია, რომ ცალ-ცალკედაც არ ხვდება, ერთ ობიექტად ხვდება მას. ხო და შეგვიძლია რომ თვითონ ამათ მივცეთ კოლაიდერები. ცალ-ცალკე ხო, ერთნაირი თეგები ექნებათ ამათ და კოლაიდერებიც ექნებათ საკუთარი და ამეებზე შეამოწმებს. მაგრამ ანუ მაშინ თითოზე ერთი ასე გამოდის. თითოს ერთი დემეიჯი. ხო. ეგრე მოგვიწევს. იმიტომ რომ შეიძლება ეს ესროლო და მარტო ერთი მოხვდეს რა და ასე იგი ამას მივცეთ ახლა ისა რა ქვია, კოლაიდერები. ამათ მივცეთ ცალ-ცალკე bullet player 1 და bullet player 2-ს კოლაიდერები, ხო. პრინციპში პოლიგონს მე მგონი რომ ცუდად მიაბამს. ხო, ცუდად აბამს. მიება ჩემთან. როგორ? box კოლაიდერი კარგად მიება. ხო, box კოლაიდერი მივაბათ და ცოტა დავაპატარავოთ რა. edit კოლაიდერს დავაჭიროთ და აი მარჯვენა და მარცხენა არ არის აუცილებელი რომ ამ ხელაზე იყოს. აი რაღაც ესეთი კოლაიდერი ნორმალური იქნება. შეგვიძლია მე ეს მოვაკოპიროთ, ეს box კოლაიდერი. ხო და მგონი ჯობია რომ ტრიგერზე გავაკეთოთ რა, ეს ტრიგერი იყოს ეს კოლაიდერები, ის ტრიგერი. ეგას ნიშნავს მას ანუ რომ გაიაროს, ხო? ხო, გაივლის შეხებაზე ეგრევე გაქრება ეს, მაგრამ ანუ ანუ დაჯახების შეხება მაინც იმუშავებს, მაგრამ უბრალოდ არ შეიმჩნევა თამაში, გაივლის. შეხება, ხო, ვიზუალურად დაჯახებას ვერ დაინახავ. ვიზუალურად გაივლის შიგნით, მაგრამ ისე რო გაივლის, მაგროსაც ეხება. მას ის კოლაიდერი მეორესთან როგორ გადავიტანთ კოპირები? მარჯვენა ღილაკს აჭერ იმაზე, თვითონ box კოლაიდერზე, ისი მოკოპირებაც გინდა, მე copy component, მე გადახვალ მეორეზე და მარჯვენა ღილაკი ნებისმიერ უკვე არსებულ კომპონენტზე და paste იქნება. paste component as new ეწერება რა. აირჩევ და აქეთაც გადმოვა box collider. თავისი ის ტრიგერი ჩართო. მას ჩემთან bullet player-საც აქვს კოლაიდერი, ნახეთ აბა თქვენთან. თვითონ შობელს დიახ, არ rigid body აქვს თქვენთან. ჩემთან კოლაიდერი ის. ხო, შობელს წაუშალე, შობელზე აღარ დაგჭირდება კოლაიდერი. მას არ მიჩვენებს. მარჯვენა ღილაკს უნდა დააჭირო ნებისმიერ არსებულ კომპონენტზე, სათაურზე. ვაწვენ მაინც არ აჩვენებს. ეს window არ ჩდება? ესა სახელზე უნდა დავაჭრო, სახელზე გამო. სახელზე, სათაურზე, ხო, სადაც აწერია. აი sprite renderer მაგალითად, ან transform. ან სამ წერტილს უნდა დააჭირო, მარჯვენა სამი წერტილი აქვს, მაგაზე დაჭერა შეგიძლია. ოკეი, მივაბით ორივეზე? დიახ. კაი, შობელს თუ აქვს დაუშალოთ. ხო, შობელს არ უნდა. ყოველს მხოლოდ rigid body აქვს. კი. რითიც მოძრაობს და მე უკვე ესენი შეეხებიან. კაი, ეხლა შევიდეთ ეს ხო იმას უნდა შეეხოს enemy-ს. ამიტომ enemy script-ში. enemy spawner. და აი update-ის ქვევით დავწეროთ on trigger enter. on trigger enter 2D. ახან 2D ობიექტებზე ვაკეთებთ შეხებას. on trigger enter 2D. და if-ით შევამოწმოთ collision წერტილი tag შეგვიძლია პირდაპირ შევამოწმოთ აქ on trigger-ზე. collision წერტილი game object წერტილი tag-ს ხო წერთ ხოლმე. game object-ი ჭირდება on collision enter-ზე როცა ამოწმებ და on trigger enter-ში შეგიძლია collision წერტილი tag პირდაპირ ესე დაწერო. შეგიძლიათ რომ გამოვიყოთ ისევე on trigger enter 2D-ს ნიშნავს. on trigger enter 2D ნიშნავს ტრიგერი რომელ კოლაიდერსაც აქვს ჩართული. და ამათ ხო ჩართული აქვს. დიახ. ეგეთი კოლაიდერის დაჯახებას მიხვდება. ანუ ჩვენ ხო enemy script-ში ვწერთ ამას on trigger enters.
ანუ NM-ის კოლაიდერში თუ რამე ისეთი კოლაიდერი შემოვა ან შეეხება, რომელსაც ის ტრიგერი აქვს ჩართული, მიხვდება ეგრევე ეს ფუნქცია მაგას. ბატონო, და მივხვდი. ხო მას მე ძველი ვოიდი წავშალო. ძველი კოდი რომ წერია. შენ on collision გიწერია, ხო? ონკოლჯენერთან ორი დედია. ხო. ო name-ი მაქვს გამოყენებული და. ხო, წაშალ. თუ დაგჭირდება მე დაამატებ კიდე on collision-ით. კაი, ოღონდ თეგი ხო არ შეგვიქმნია და მოდი აქ როგორც დავწერთ bullet player. ესე ერქვა. ზუსტად ესე და შევქმნით მე unit-ში text რა და მოვუნიშნავთ იმათ. იმ bullet-ებს. ესე ეწეროს და თუ შეეხება გავუკეთოს destroy, მოდი პირდაპირ ჯერჯერობით destroy game object. მას ის სიცხო უნდა გაქრეს და. მართალი ხარ. destroy collision წერტილი game object, ხო? დიახ. რო ის სხვა ობიექტიც გააქროს. ან destroy გამიმეუბნებ თვითონ ეს ობიექტი, რომელზედაც წერთ კოდს და destroy collision გამიმეუბნეთ ვისი ანუ ის როგორ თქვა. დიახ. ეს აკრობს თვითონ თავის თავს, რაზეც ეს სკრიპტი გვაქვს ანუ NM-ის და ეს აკრობს იმ სხვა ობიექტს, რომელიც NM-ის დაეჯახა. ამ ობიექტს რის სკრიპტშიც ვართ, მაგას ვინც დაეჯახა, მაგას გააკრობს. ეს collision არის იმ სხვა ობიექტის კოლაიდერი. დაწერეთ? მას წერ. ორი წუთით. მე დავწერ. ოკეი. წერ მე ახლა ორი წუთი. დავუდოთ ნიკოლას და მას ის როგორ დავაყენო ხო არ იცით? Linux-ში. არ ვიცი. ოღონდ კალის Linux-ს ვაყენებ მას ჩემ ლეპტოპს. აქ არ ვაკეთებ PC-ზე. ანუ ლეპტოპიც გაქვს. მას სკოლის. შვენიერი. ჩვენ ახლა პარასკევს გვექნება შეხვედრა, ხო? კი. რომელზე მას? 3-ს. კი ბატონო. თალია მას მო. უბრალოდ კომპიუტერი არ მექნება მას. ხო, არა უშავს. რამე გაუგება რაღაცეები, რაც გვაქვს, ეგენიც განვიხილოთ პარასკევს. აი თუ რაღაცაზე კითხვის ნიშანი გაქვთ რაღაცა. ეგეთი რაღაცებიც გავიაროთ. კი ბატონო. დავწერე მას. აი დავასაივოთ ხა ეს გადავიდეთ unit-ში. მოვნიშნოთ bullet player-ში შევიდეთ. მოვნიშნოთ რომელიმე bullet-ი და tag-ებში ჩამოშალოთ add text დავაჭიროთ და შევქმნათ ახალი tag-ი bullet player ესე დავარქვით, ხო? ზუსტად ისე b და p დიდი 120 დავწერე, იმიტომ რომ აქაც ესე ჩავწერე. იდენტურად ჩაწერეთ. მე ეს ორივე bullet player 1 და bullet player 2 ორივე შეგვიძლია ერთდროულად მოვნიშნოთ control-ით ან shift-ით და ან text-ს რო ჩამოვშლით tag-ებში ავირჩიოთ bullet player. ორივეს მიანიჭებს ამ text-ს. მოინიშნება.
ორი წუთით მას ვიზავახლავე. აჰა. ეს shift-ით მოვნიშნო ესენი, ხო? ხო, ან კონტროლით ხა ორიც არის რახან არის კონტროლით ეს არის რა ქვია. და bullet საკმარისი. layer. მას SS და ის მოვნიშნოთ, ხო? enemy. რა ენემი? enemy-ს bullet-ი უნდა შევიყვანოთ. არა, ენემი რა შუაშია. მას ახო გიწერია კოდში, რომ თუ tag-ი იქნება bullet layer მასშტაბში გაქრესო ეს ობიექტის და ხო, ანუ ის ობიექტით, რომელსაც შევეხებით. მერე? ამ ტექსტს ანუ თუ გადაამოწმებს. იქნება ეს ანუ ესენი ხო ენემის შეეხებიან. იმიტომ რომ კოლაიდერები აქვთ და როგორც კი აი ეს box კოლაიდერები რაც ჩვენ ამ ბულეთებზე მივავით, როგორც კი ეს ტრიგერიანი box კოლაიდერი შეეხება ენემის, ეგრევე გადაამოწმებს bullet player tag-ი აქვს თუ არა. და აქ ხო ექნება. რო გადაამოწმებს, მართლაც ექნება და გააკეთებს ამას. ანუ თვითონ ენემი გაქრება და იმასაც გააქრობს bullet-ებს. ხო. აჰა. So, გამოვიდეთ ხა აქ, დავასეივოთ და ნახოთ აბა რას ისმის. ამოცილი. ეგ არის. აი ნახე, ერთი ცალი გავარტყი წაღან და ერთმა გააგრძელა. აი ხა. ერთთან არ შევა მას. მაგარი რთულია მარტო. ხო, ისე ცოტა ოდნავ მე მგონი ჯობია რომ გაუზარდოთ ბულეთებს კოლაიდერები რა, ეხლა ძალიან ისე არის რომ ვიზუალურად შეიძლება ოდნავ ესე აი ამით შენთან არ შევა, ანუ არ კლავს კაცს როცა ხდება. ანუ თეგის ბრალი იქნება, თეგები მონიშნული გაქვს? აირჩიე თეგი. მას ორი ლუ არ მიწერია კოდში. ხო. bullet player-თან. ჩაწერე და ჩაწერე ნახავ ხო? ნახე ეხლა ერთი box კოლაიდერი ხო დავაედითე მე. აი რაღაცა ესეთი ზომის რო იყოს რა ვთქვათ. და აი თუ მინდა რომ ეს არ ხდება მას. კაი შევამოწმებ ცოტა ხანში. თუ მინდა რომ აი რაღაც რო დავაედითე ეს box კოლაიდერი ისე გადავიტანო რომ იმასაც box კოლაიდერი აქვს და ზუსტად იგივე პარამეტრები ჩასვას აქაც რა. იგივე ზომით რო გადიდდეს. მარჯვენა ღილაკი copy component და იმის მეორეს box კოლაიდერზე რომ მიხვალ და სათაურზე მაუს მარჯვენა ღილაკს დააჭერ. აი წეღარ ხო გამოვიყენეთ paste component as new და ეგ უკვე აღარ გვინდა, იმიტომ რომ box კოლაიდერი აქვს უკვე ამას. შეგვიძლია გამოვიყენოთ paste component values. ანუ იქ value ხო მოვკოპირდა ყველა value, რაც იმ box კოლაიდერს გააჩნდა და აქ რო paste გააკეთებ, ზუსტად იგივენაირად გაიზარდა ეხლა აქაც საქაური box კოლაიდერი. აი, აბა მაჩვენე რას შუა. გაზიარ. სკრიპტი დასევებული გაქვს? გეოს. ხაზერება ხო? ედაოთ. Okay. On trigger enter tag bullet player, okay. Კაი, გადადიქ. Unity. მონიშნება ის ბულეთის პრეფაბი. ქვევით ფოლდერში. არა, მონიშნე ქვევით. ორჯერ დააჭირე შევა. აი, ჩაგდებული გაქვს, შვილად გაქვს ჩაგდებული იმაში. მარცხნივ მონიშნე bullet player 1. მარცხნივ ობიექტები ხო არის მარცხნივ. მარცხნივ. ჩემი ხმა გესმის? ხო. აი ეგ გაქვს ჩაგდებული შვილად, იმის ერთი ბულეთის შვილად არის მეორე ბულეთი. მოკიდე მეორეს და ამოაგდე უკან რა მშობელთან მიიტანე და აუშვი. მოკიდე და დრაგით მშობელთან მიიტანე. მას ჭირავს თქვენი 。 ხმა.
არის მის. მას თავიდან მითხარით ჭაიდით ის უნდა თქვენი ხო? ახლა კი. Bullet player 2-ს მოკიდე და დრაგით აიტანე ზემოთ მშობელთან და გაუშვი ხელი. So. Yeah. ახლა უნდა ფრანს. მაინც არ შვება. ოკეი. გამორთი. მონიშნე აბა ზევითა ბულეთი. არა Z-ზე რატო გიწერია მინუსები? არა, ეგ არა. ქვედა. აი მარჯვნივ Z-ზე გაუნულე, Z-ი გაუნულე. Position Z-ზე გიწერია რაღაც უცნაური. ეგეც და მეორეზეც ეგრე ქენ. Bullet player tag-ი ორივეს აქვს. კაი, დაასეივეს. ერორი ის ედიტორის ერორია? თუ თამაშის ერორია კონსოლში? არ ვიცი აი აქ გადმოყვანა. აი ამიტომ რაღაც ამას აერორებს და მაგიტო იმაშვება. Players ვერ პოულობს. Player-ზე გაქვს player-ის tag. Unit-ში player object-ზე. მონიშნე player object-ზე და tag-ი შეუმოწმე. Player tag-ი მას საქმეა. რა არის? მარცხნივ გაქვს დამალული ყველა. მას რა ხნა ეს რატო არ შევა? მარცხნივ აი მანდ ობიექტების მარცხნივ თვალი რო ჩანს, არ ხედავ? ყველაფერი დამალული გაქვს. არ მქონდა ეს დამალული ხოს. არ შეიძლება დაგეჭირა. მე 17 ხაზზე აგდებს errors enemy script-ში. მე 17 ხაზია ის, ხო? გადადი ერთ script-ში. მე 17 ხაზია player. Player-ი find game object-ა player. Player-ის tag-ი აქვს აშკარად და რატო ვერ პოულობს? გადადი ერთ აი ჩარტი აბა თამაში. ამას მე რეაგდებს player რო ხრება მე რეაგდებს. კაი, ოკეი. ეგ არაფერი. მაგრამ რატო არ მუშაობს? enemies prefab მონიშნე აბა, enemies prefab-ზე გაქვს collider-ი საერთოდ. კი. აი. გაქვს. rigid body ჩამოშალე ერთს. rigid body-ც აქვს. და რატო ვერ ხვდება შეხებას? ვერ ხვდება. აი script-ში შედი ერთს. enemy script-ში არ გეწერა ის კოდი საც ჩაწერე აბა. წეღან. რა მას? ის კოდი on trigger enter. enemy spawner-ში. არა, enemy-ში უნდა ჩაწერო, enemy script-ში, enemy spawner-ი არის enemy-ების გაჩენა უბრალოდ. ამოჭერი ეს cut-ი გავუკეთე. გადადი ხა იქ და paste. So. და ასევე ორივე script-ი, ის enemy spawner-იც. აი, აბა შეამოწმა.
მუშაობს, ხო? კი. კაი, ტყვია გვხვდება, ტყვია ხო არ გვხვდება ჯერ. არ. კაი, ახლა ტყვის მოხვედრა გავუკეთოთ. მას მე მგონი ჩემთან ჯიბადის არ ბაგიანი გახდა მას. თამაში. რა ბაგიანი, აბა გააზიარ. აი მას ჯერ ის გასროლას რო ვეჭირ, აი მიდი სადღაც და აი რომ მივიდიო კიდე. ჭედავს თუ ვერ ხვდები? აი არ აჩენს წესიერად ტყუებს და არც ნენემი მოძრაობენ წესიერად. ერთ წამს ჩართე და არის როლო საერთოდ. აი მას აქეთ ჩემკენ მოდის. რა მოდის შენგენ? აი ნენემი ჩემკენ მოდიან. რა შუაშია? collision-ი არის, კაი, გამორთი. bullet enemy მონიშნა. და ის ტრიგერი ჩაურთე collider-ზე. ყვევით. თავისი ნასროლი ტყუები აჩერებენ, ანუ უცვლიან იმას ხო მას? ნასროლ ტყუებს ხო rigid body აქვს და ჩვეულებრივი collider, თვითონაც rigid body აქვს და ჩვეულებრივი collider და ეჯახებიან ერთმანეთს რა. ეხლა ტრიგერზე აღარ დაეჯახება. აბოცადე? ჩემი ის რო არ მუშაობს, ტყუებს რო არის წესიერად. ტყუებს რატო არის წესიერად? ეგრეს ნიშნავს. როგორ ისვრის, აბა? აი უყურეთ მას. რო ვისვრი ხო აი ხო ვატყობთ რომ მიგვერზე მიდის. ჭედავს ცოტა ჩემთან და გაჩერდი და ის ეგრე ისროლე, აბა? თვითონ ახლა ეს ტყუებიც აღარ ეჯახება. თვითონ ის გაქვს ეთყობა არასწორად, გამორთი. და ის პლეიერის ტყუია მონიშნე, ქვევით პრეფავ. აი ცენტრში არ არის ზუსტად ის და მაგიტო. ნახე, ცოტა zoom out გააკეთე მანდ რო ცოტა შორიდან შეხედო სცენაში. move tool-ზე გადართე ხა. ისრები რო უჩდება ხოლმე, ხო? არა, იქ ცენტრში არის. აბა რაჯის. კაი, ცალკე მონიშნე, აბა ის bullet player 1 ან bullet player 2. შვილები რაც არიან. მოშალო. აი ის ტრიგერები არ გაქვს ჩართული ამაც. მეორეზეც. შეიძლება ეგენი players ეჯახებოდნენ და მაგიტო ირეოდა ეგეც. ან რაღაც ეგეთი ხდებოდა. ახლა ჩაოლებრივად შევა. აბა მოარტყიან. ტყუები არ იმას. ოკრევა. მორტყმაზე ქრება? კი. შვენი. რენემის ტყუია რო ხდება, მაშინ არ ქრება. ხო, მე მაგას გავაკეთებთ ხა. კაი, შეგვიძლია გათიშკაზიარებ. ოკეი. სანამ ამას ვიზამთ, მოდი დავალაგოთ სკრიპტში, აი ცვლადები რა. აი თქვათ enemy სკრიპტში.
რაღაც ცვლადები ხო გვაქვს და სათაურების დაწერა შეგვიძლია რა აქ. აი სულ ზევით ცვლადები სადაც გვიწერია, ესეთი ფრჩხილები დაწერეთ. მერე header, მერე ჩვეულებრივი ფრჩხილები, ბრჭყალები და დავარქვათ რამე სახელი. ეს ხო ამის shoot-ი აქვს, რა shoot. უბრალოდ shoot დავარქვათ და bullet-ი კონდეს მანდ, bullet point-ი ექნება bullet force. და ამას ზევითავიდან რომ ესე ერთად იყვნენ და player-ის player-იც მაგისთვის სჭირდება პრინციპში. კაი და მე აქვს ანიმატორი და ამას დავარქვათ ეს header-ი შეგვიძლია მოვაკოპიროთ და components ან რაღაც ეგეთი დავარქვათ ამას რომ სხვა კომპონენტთან კიდე დაკავშირებულ. მასისთვის არის საჭირო ეს header-ი მას. იმისთვის არის საჭირო დალაგებულად გქონდეს და რო შეხედავ headers მიხვდები რა ცვლადები გიწერია მანდ. და ასევე რო დაასევებ ამას და unit-ში გადმოხვალ ნახე. enemy-ს რომ მონიშნავ. script-ზე მაგ სათაურებსაც აწერს აქ რა. მიხვდი? კი. ცოტა გაბოლდებული არის და უკეთ ჩანს და უკეთ აღიქვამ რა. შეგიძლია დაჟე ამათ შორის მანძილიც გამოტოვო. ნახე, აი აქ დაწერ კიდე ესეთი ფრჩხილები, space ფრჩხილები და ვთქვათ 10 რო ჩაწერო. რაღაცა ადგილს გამოტოვებს აქ. შეხედე? აი სათაური ზევით არის და დააშორა რა. ანუ მას C# გვაძლევს იმის საშუალებას, რომ unit-ი ჩვენ გემოზე მოვიწყოთ მას. კი, როგორც გინდა, ეგრე გამოიტან იმ ცვლადებს რა. აი ამათ შორის მანძილი ახლა არ მას არის. როგორ გადამაწერეთ ახლა ეგა? აი აჰა, დიახ. მერე შეგვიძლია მოვაკოპირო, აქაც ჩაწერო მაგალითად. თქვათ 5 თუ ჩაწერ, უფრო პატარა ადგილს გამოტოვებს. ალბათ 15 მაინც კაია. ხო. ასევე მე რეგიონებით შეგვიძლია შევქმნათ უკვე უფრო player-ის script-ში გავაკეთოთ ეგ რომ უფრო დალაგებულად იყოს. მას ახალ პროექტს დავიწყებთ მუშაობას. ამას რომ მოვჩებით მე. კაი, ეს ხო დაასეივეთ. მე ეს გავაკეთებ. მას უწოდეთ კომპონენტში რა ჩავამატეთ ის ვერ გავიგე. აქაც space-ი გადმოვიტანე ანიმაცია. ხო, მანდ ანიმაცია. ანიმაცია ჩავამატეთ. ხო, არ ჩაგვიმატებია, ეგ ხო იყო უბრალოდ გადმოვიტანეთ აქ რა. ეს გვეწერა უკვე. ახლა კი არ დავწერეთ. უბრალოდ მოვაქციეთ. მას მეზევით მოვიდა და cut-ს გავაკეთებ ახლა. ხო, ამოჭერი და გადაიტანე header-ის ქვეშ. დალაგებულადაც გექნება რომ შეხედავ headers, რო წაიკითხავ, მიხვდები რა ცვლადები გიწერია მანდ. და მერეც ახლა თუ დაგჭირდება რაღაცა ცვლადის დამატება იმაში სროლაში, აქ ჩაამატებ რა პირდაპირ ამ header-ის ქვეშ. ასანო ახლა ეს როგორ უნდა დავყოთ არ მე shoot-ი, shoot-ში, დიახ, მივხვდი რაც არის და კომპონენტში, დიახ. კი. გავიქ. სო, დავასეივოთ. enemy spawner-ში ჯერჯერობით ერთი ცვლადი გვაქვს და შეგვიძლია არ შევცვალოთ არაფერი, აი player script-ი გვაქვს დასალაგებელი. player script-ში გადმოვიდეთ. მოდი აქედან მოვაკოპიროთ header-ი და space-ი. მოდი აქაც 5 იყოს. header-ი, რომელიმე ერთი header-ი მოვაკოპირეთ და გადმოვიტანოთ ამ ცვლადების ზევით. და აქ რა გვაქვს ხა ჩვენ health speed-ი, აი მოძრაობასთან დაკავშირებული ბევრი ცვლადი არის იდეაში. ნუ shoot-თან დაკავშირებულიც არის და health-თანაც მერე უფრო მეტი დაგჭირდება კიდე. კაი, მოდი პირველი იყოს health-ი. მერე მოდი space-ებს არ გავაკეთებ, აქ უბრალოდ header-ები იყოს. მერე იყოს movement-ი, ან move და არ ქვით უბრალოდ speed-ი სადაც არის და ეს move x, move y. პრინციპში ეს move x, move y არ არის აუცილებელი რომ public-ი იყოს.
იქ ჩვენ ხო მაშინ ტესტავდით, რომ აი D-ს რო ვაჭერთ, 1 ხდება move-x-ი და მაგიტომ მიდის მარჯვნივ. 100 რო ვაჭერთ, -1 ხდება move-x-ი და მაგიტომ მარცხნივ მიდის და move-y-ზეც ეგრე რა, ზევით ქვევით. 1 და -1 ხდება. ხო და ეგ რო დაგვენახა იქ unit-ში, მაგიტომ დავწერეთ აქ public და მაგიტომ გავიტანეთ იქ, თორე ისე არ არის აუცილებელი რომ public-ი იყოს, ამიტომ წავუშალოთ public-ი ჯობია. კაი, მე იყოს ეს. მოდი ამ კომპონენტებს დაბლა ჩამოვიტან და ბოლოში იყოს ეგ. აქ იყოს shoot-ი. move და health. ხო, health-ი, move-ი, shoot-ი და მას შემცა ზოგი ჩააქრო მას. გააკეთე ესე. კომპონენტები ცალკე გვაქვს. და მას ვერცერთი კომპონენტები არ ჩავიმატებია მას. მას ამათ დასახელებები, ჰედერებით დასახელებები ჩვენზეა დამოკიდებული, რაც გვინდა იმას დავარქმევთ. კი. შეგიძლია საერთოდ ქართულად დაწერო. ნახე. აი, ქართულად თუ დაწერე და ამას დაასეივებ, unit-შიც ქართულად გამოჩნდება. players რომ მონიშნავ. ნახე. სიცოცხლე წერება ქართულად. აი, ეხაც დაალაგებულად არის რა. თუ გინდა რომ ვთქვათ ესენი აი ცენტრში ეწეროს სათაურები. აი ზოგი ესე აკეთებს ხოლმე, აი ბევრი ხაზი შეგიძლია დაწერო რა. მარცხნიდან და ბევრი ხაზი გაიტანს health ცოტა ცენტრისკენ. აი ეს შეგიძლია მარჯვნაზე მას bullet-ი და anime-ი სად გაქვთ მას ის მონახე? კომპონენტებში. არა, RB და anime მაქვს კომპონენტებში და bullet-ი და bullet point-ი shoot-ში. აი ესე შეგიძლია რავი, მაგრამ რავი ზოგი ესე აკეთებს ხოლმე მინახავს რომ ესეც აკეთებენ რომ აი თუ გინდა რომ მარტო ძალიან გამოყოფილი იყოს ერთმანეთისგან რა ეს health-ი მერე move-ი აქ გექნება და ეგრე ანუ ხაზსავლებ რა ესე ვთქვათ სხვადებს შორის ნუ მერე უფრო ბევრი გვეწერება აქ ხა ჯერჯერობით ერთი health-ი არის მას rigid-ვად ესე კომპონენტში კი იმიტომ რომ კომპონენტია მას move-x და move-y public რა წაუშავ. იმიტომ რომ არ არის აუცილებელი რომ unit-ში ჩანდეს. ეს მაინც თავისით იცვლება. ანუ ამათი შეცვლა არასდროს არ მოგვიწევს unit-ში ჩვენ ხელით რა. ეს იმის მიხედვით იცვლება, ან თუ D საჭერ, ან W-ს, ან S-ს, ან A საჭერ, მაგის მიხედვით იღებს მნიშვნელობას და იმიტომ გვეწერა public-ი რომ unit-ში დაგვენახა უბრალოდ რომ ეგრე იცვლებოდა, თორე დამოუკიდებლად იცვლება რა იმის მიხედვით რაც დააჭერ. ამიტომ თუ იქ public game object enemy ეგ სად გვიწერია? მას აი მაგოინტერესებს მე არ ვიცი მე მეწერა. რა მე არ მიწერია.
არ ვიტავშლი მას. bullet-ი და bullet point-ი გვიწერია, game object-ი მარტო bullet-ი მიწერია რა. ხო და ამიტომ აუცილებელი არ არის public-ი რო გვეწეროს ამაზე რა. ან ტყუილა გვეწერება პრინციპში, იმიტომ რომ ჩვენი ხელით მაინც არ ვაპირებთ შეცვლას ამის. რაღაცა რო ჩაწერო შიგნით, მაინც 1 ან -1 გახდება, ან 0 გახდება, როცა არაფერს არ აჭერ. და რავი, ტყუილა რო არ ჩანდეს იქ, შეგვიძლია რომ ესე მაშინ რომ ლამაზად არის კი. ხო. მას ცოტა space-ი რო გავაკეთოთ ეგ ფრჩხილებში, ხო ცოტა გამოიწერო. სად ფრჩხილებში? აი shoot-თან მაგალითად აი რო დავწეროთ space-ი. კი, შეგიძლია. შიგნით ჭყალში შეგიძლია. შეგიძლია აქ private-იც დაწერო. ქართულად არავა. ეს და ესეც ნიშნავს, რომ private არის, მარტო აქ არის, იქ unit-ში არ გამოჩნდება რა. კაი, გააკეთეთ? იახ. ოკეი. კი. კაი, ახლა მოდი ფუნქციებიც დავალაგოთ. აი რამე რეგიონი შევქმნათ იმისი, რა ქვია, მაგრამ ცოტა გვიწერია. Player shoot, player inputs და damage გვაქვს. ცოტა გვიწერია. კაი, მე ვქნათ ეგ. ჯერჯერობით ცოტა არის ხა ეს. ხო, ისე შეგიძლია, რომ არ ვიცი ეს გითხარით თუ არა, არ მახსოვს. აი, მარცხნივ აქვს მინუსები აწერია. ჩემთან მაუს კურსორს რომ მიტან მაშინ ჩდება. თქვენთან წესით Windows-ზე პირდაპირ იქნება გამოჩენილი ეს მინუსები და რო დააჭერ მართული ის არის აგას. როგორ? ქვევით მიმართული ისრებია და რო აჭერ იკეცება. ხო, ამას რო დააჭერ, ჩაიკეცება რა თვითონ ის void-ი და მარტო რჩება სახელი. ეს ახლა ბევრი რაღაც რო გეწერება მე, შეგიძლია ეს ჩაკეცო ხოლმე და ბევრი scroll-ვა აღარ მოგიწევს რა. თუ დაგჭირდება ეს player move. გამოსადეგია რა მოკლედ. ხო, player move თუ დაგჭირდება და რაღაც შეცვლა მოგინდება, ამ სამ წერტილს ორჯერ სწრაფად დააჭერ, ან პლუსი ეწერება აქ წეღან, მინუს რო დავაჭერე, პლუსი გაჩნდა აქ და ამას რო დააჭერ, გამოაჩენს. კაი, მე გამოვიყენებთ ეგეთ რაღაცებს და ის რეგიონიც მე შევქმნათ რა, ჯერჯერობით დალაგებულად გვაქვს ცვადებიც. აი, ახლა რა დაგვრჩა, რომ იმის bullet-ი რაც მოფრინავს ჩვენსკენ, player-ისკენ, რომ მოხვდება დაგვაკლოს სიცოცხლე. შევიდეთ ამ bullet enemy-ში და პირველ რიგში მივაბად circle collider-ი. Circle collider 2-დე. აი ზუსტად დაჯდა ტრიული ფორმა აქვს და ესეც გავაკეთოთ ის ტრიგერი. ის ტრიგერი ჩავურთეთ ამასაც. გაბრიელ შენი გაკეთებული გაქვს მეგონა. მას რიჯიდბადი მივაბად, ხო ვშოთ ის collider. რიჯიდბადი ქონდა ისედაც. მას აქ როგორ შემიძლია აი ცალკე წერტილები მივაბარ ან collider-ის დროს? წერტილები რას ქვია? აი 4 წერტილი ხო აქვს და მაგ 4 წერტილით ხო ამოძრავებთ? Colliders? დიახ. ამას ხა 4 წერტილი არა აქვს, წრე არის. ხო და იმაგაშო მას დააჭერეთ collider-ს აი დიახ. ხო, მერე? როგორ დავამატოთ აი სხვა წერტილები? აქ სხვა წერტილს ვერ დავუმატებ, ამის გამოძრავება შეგიძლია უბრალოდ. Edit Colliders-ო დააჭერ, მოკიდებ და გამოძრავებ. ესე იგი circle collider უნდა დავამატოთ მე იმის მაგ. ის წერტილები edge Colliders ემატება. დიახ. ის ტრიგერი. ის ტრიგერი ჩაურთეთ. ოკეი, ახლა შევიდეთ script-ში, player script-ში და on collision enter-ი ხო გვიწერია უკვე. დავწეროთ on trigger enter-იც. on trigger enter 2-დე. ცალკე თუ ამასთან ერთადაც. როგორ? ცალკე თუ ამასთან ერთად. ცალკე, ეს ცალკე void-ი არის. ნუ ამასთან ახლოს. player-ში
მას player script-ში? კი, player script-ში ვწერთ. on trigger enter. აა. if-ი დავწეროთ და if-ში შევამოწმოთ collision წერტილი tag-ით გავაკეთოთ ესეც? შევქნათ არ tag. გვინდა tag. არ გვინდა? აი, name-ითაც შეგვიძლია, იმიტომ რომ იმათ ხო კლონები ქვიათ. სად არის? bullet enemy ფრჩხილებში კლონ. bullet enemy კლონ. ზუსტად როგორც ქვია თქვენთან ამ bullet enemy-ს ზუსტად ეგრე დაწერეთ. და ფრჩხილებში კლონ, დიდი C-ით. და აქ გვინდა damage, ხო? damage მოდი 2 იყოს, 2 აკლდებოდეს ამას. იმ enemy-s დაჯახებაზე ხო 1 აკლდება და ტყუიას თუ მაგარ ტყამს 2 დააკლოს. და გაქრობა უკვე გაკეთებული გვაქვს აქ. მას collision-ები რატო გიწერიათ, ანუ game object წერტილი tag-ი რატო არა? აქ ეო, ანუ collision-ი რას ნიშნავს? collision-ი ის სხვა ობიექტის კოლაიდერი არის. წეღან არ ვთქვით ეგ? აქაც ეგრე არის და ანუ მე სხვა რაღაცა ვიგულისხმე მას, სხვა რაღაცა ვიგულისხმე. აი მაგ ჩვენ ხო გვეწერა, ანუ იქეთ collision წერტილი game object რო გვიწერია? დიახ. ეგეც თქვი წეღან. collision წერტილი game object აუცილებელი რომ დაწერო on collision enter-ის ეგრე დროს. გავაკეთოთ თუ არა მაგაზე თქვით? on collision enter-ის დროს აუცილებელია რომ collision წერტილი game object გეწეროს და იმიტომ რომ მაგის tag-ი უნდა შეამოწმო და on trigger enter-ის დროს პირდაპირ გაძლევს საშუალებას რომ პირდაპირ დაუკავშირდე collision წერტილი name ან tag დაწერო. game object-ი აღარ არის საჭირო. თორე შეგიძლია game object-იც დაწერო. ამითაც არაფერი არ დაშავდება. მიხვდი? ამაზეც იმუშავებს. უბრალოდ on trigger-ის შემთხვევაში collision-ს რო წერ, წერტილის მერე გაძლევს საშუალებას რომ პირდაპირ names ან tags დაუკავშირდე. game object-ის ჩაწერა აღარ გიწევს რა. თორე რომც ჩაწერო არ არის პრობლემა. დიახ. damage რო გააკეთებს, ის გააქროს. რა ქვია? destroy გაუკეთოს collision წერტილი game objects. ანუ იმ სხვა ობიექტს, რომელიც დაეჯახა ამას. ანუ და destroy game object-ის ხო მას? არა, destroy გვიწერია იქ damage. თუ health-ი ნაკლები ან ტოლი იქნება ნულზე, მაშინ გვიწერია destroy. აქ პირდაპირ თვითონ ეს ხო უნდა განადგურდეს მას, როდესაც შეეხება. რა უნდა განადგურდეს? ეს ტყვია როდესაც მოხდება ჩვენს განადგურება მე არ დავწერე წეღან, რა ვთქვი? ტყვია რო განადგურდეს, ეს უნდა დავწეროთ, ხო თქვი? player script-ში ხო ვართ? player script-ში ვამოწმებ? სამერია მას უცებ enemy ეს enemy მასში აქ enemy script-ში მეგონა თავი, რა ქვია. script-ში მეგონა, ხო. player script-ში ვართ, ვამოწმებთ bullet-თან შეხებას, თუ bullet-ს შეეხება, bullet უნდა გააქროს collision წერტილი game object. და damage-ი უნდა გაუკეთდეს და damage-ი უკვე გვიწერია ყოველ damage-ის დროს ამოწმებს ხო არ გაუტოლდა ნულს, ან ნაკლები ხო არ აღმოჩნდა ამის სიცოცხლე ნულზე. და მაშინ destroy game object გვიწერია აქ უკვე. Okay. დავასეივოთ და ნახოთ აბა. მასშტაბ health-ში მაშინ მე ცოტა მეტი უნდა ჩავუწერო მას, იმიტომ რომ 2 სიცოცხლე აქვს მე მგონი სადაც. ხო, რა შენ გასაწყო, ჩემთან 5 აქვს. სამი ჭკვე უნდა მოხდეს ესეთ ჩემე. 1 არა მას საერთოდ რეაქცია არ აქვს. ანუ რაღაც სწორად არ გიწერია, სახელი გადაამოწმე, სწორად გიწერია? მას ბოდა ემიწერია script-ში დიდად. ანუ მე ჩემ დიდი არ უნდა მეწეროს. ხო, რა როგორც უნდა გეწეროს, ეგრე დაწერა.
ასეთ ახლა უნდა იმუშაოს. აუ, უკნიდანაც გესვრის ეს. კი. ამას ახლა დავბილდავ და გადავაგზავნი. მაგრამ ცალკე ცოდნა უნდა ხო? ანუ Android-ისთვის უნდა Android-ზე დავბილდო. ხო, რაღაც მოდულების ჩაწერა გჭირდება. მაგას მერე ვიზამთ. შენთან ტყუიები რო ხდება, არ ხდებიან ტყუიები. გიწერია collision destroy collision წერტილი game object. კი. მაშინ ტყუიები თუ არ ხდებიან, მაშინ damage-საც არ აკეთებს. არა, დემეჯს აკეთებს სამ ტყუიას რომ სამ ტყუია რომ მოხდება, ხდება, მაგრამ ის ტყუიები არ ხდებიან. და რანაირად ეს თუ გიწერია, მაშინ damage თუ აკეთებს, მაშინ ესეც უნდა გააკეთოს. შანსი არაა რომ ეს არ გააკეთოს. ნახე, აბა სწორად გიწერია? იმას, აი თქვენ როგორც იწერეთ ისე ვიწერე. სწორედ შენთან რა ხარ დავბილდები ვარ მაგას. აბა bullet-ი რანაირად არ ხდება კაცო. ანუ არა, ხდება კი, მას შენთან ხდება. ხო და მაგას ვიძახი რომ ეს თუ ხდება, შანსი არაა რომ ეს არ მოხდეს რა. ანუ უბრალოდ გამორიცხულია. რამე ფჩხილი ხო არ გაკლია და ცალკე ხო არ წერია ეს, ან რა ვიცი. ანუ თუ კომპიუტერი აქ შემოდის და ამას აკეთებს damage ors. მაშინ ამას ხო არ გამოტოვებს? ამ ზედახას. აუ, იქ გამოტოვება მეწერა მას. collision გამოტოვება მეწერა. ოკეი. გისმენს. ჩასწორე და კაი, აბა ახლა პატარა დავალება. აქვე რომ ცადოთ გაკეთება. ჩვენი პლეიერი ხო ისვრის ტყუიებს. აი მუშაობს ახლა. ჩვენიერი. ჩვენი პლეიერი ხო ისვრის ტყუიებს და რა ქვია? ენემის ხარეს რო გაისროლოს. არა. არა, როგორც ისვრის ისროლოს ეგრე. უბრალოდ ჰქონდეს ტყუიების რაღაც რაოდენობა. აი თქვა 20 ტყუია ჰქონდეს რა. და ყოველი ტყუის სროლაზე აკლდებოდეს. და თუ ტყუების რაოდენობა ამოეწურება, მაშინ აღარ უნდა შეეძლოს სროლა. მიხდით? ანუ რაღაც ემო უნდა გააკეთოს რა. ანუ ეხა ეს რო ისვრის ტყუიებს, ისვრის უსასრულოდ, ხო? და ეგრე რო არ შეეძლოს და რაღაცა რაოდენობა ქონდეს ხოლმე თავიდანვე, თქვა 20 ან 30, რა თქვენ გასაცვლად ამდენი ექნება. და ყოველ სროლაზე უნდა ჩამოაკლო მაგ რაოდენობას რა. უნდა მცირდებოდეს ხოლმე ეს ტყუიების რაოდენობა, როგორც კი გაისვრი ყოველ სროლაზე. და თუ ამოგეწურება და ნულს გაუტოლდება ტყუიები თუ აღარ გექნება, მაშინ დაჭერაზე აღარ უნდა ისროლოს. აბა ცადეთ. აქვე რა, 10 წუთს მოგცემთ, 10-15 წუთს და ცადეთ, აბა. არის. თუ რაღაცა იქნება, მკითხეთ. მას ტექსტად ასრო დაიწეროს ხოლმე უჭირს რა. არა, ჯერჯერობით ტექსტად დაწერა არ გინდა, უბრალოდ იქ Unity public sec ჰქონდეს ცვლადი და შეხედავ რა, მან და აკლდება თუ არა. სროლაზე. და მე ტექსტად მერე გამოვიტან. მას ეს შუტში დავწეროთ ესა რაოდენობა თუ კომპონენტები. შუტში დაწერე, იმიტომ რომ ხო bullet-ის რაოდენობა უნდა იყოს. მან და გვიწერია bullet-ები player-ში, player script-ში, შუტში, ხო?
მას კოდი რო გააუქმოს, ანუ რო აღარ იმუშაოს, რო აღარ წაიკითხოს კოდი ის როგორ დავწეროთ. if bullet amount ნაკლებია უდრის 0-ს, მაშინ ხო და არ გჭირდება მაგის ჩაწერა, არ დაგჭირდება. ცოტა დაფიქრთიაბა როგორ შეიძლება რომ შეამოწმო. ანუ ცალკე რო დაწერა არ დაითვალოს დაგჭირდება, ხოლმე რომ რაღაცა გაითიშოს რა. პირიქით რაც უკვე გიწერია, რაც უკვე მუშაობს. ეგ უნდა გააკეთებინო რაღაც დროს. და ის მერე თავისით მოხდება. ის გათიშვა. ცადე აბა მაგ კუთხით იფიქრე, ცოტა ხანი. ნუ არ გვინდა რომ ყოველწრულაზე გამოაყდეს ერთი რაოდენობა. არა, უნდა გამოაყდეს. გამოკლებით უნდა გამოაყდეს ყოველ სროლაზე. შემოწმებას გულისხმობ მე. გასროლების რაოდენობა დავთვალოთ. რის რაოდენობა? ანუ გასროლების, ანუ რამდენჯერაც გაისვრის რომ დაითვალოს. მაგის ეგ იგივე არ არის, რომ ტყვიების რაოდენობა დათვალო? ახლოს ხარ. იფიქრება კიდე? მას ისეთ კენსელი არ არსებობს, რომ გააჩეროს კოდის კითხვა.
აღარ გაგზავნებს. არა ხო და არ ჭირდება ეგ. აი რა დაწერე აბა ჯერჯერობით. შექმენი ბულეთების რაოდენობა და აკლებ? Float bullet amount უდრის 20 და მე player-ში ჩავწერე bullet amount -1 1. აჰა. ყოველ გასროლაზე დააკლებს 1-ს. და აი გასროლა როდის უნდა შეეძლოს, მაგამ ხრივი ფიქრე აბა? აა. ანუ გასროლა ეხა ხო უსასრულოდ შეუძლია და რაღაც შეზღუდვა უნდა დაუწესო რა, რომ აღარ შეეძლოს უსასრულოდ სროლა. მივხვდი მას. აჰა. მას დავწერე და აბა სორი. ჩადი გატესტე და ჩემთან აღარ სპაუნდება გონი მას. რატო? მას გავაკეთებ. აბა გააზიარ. ას. იცი? თავსდა. კი. აი აქ float შექმენი bullet amount უდრის 20 და მე აქ ეს უწევდრე bullet amount -1 და მე შემოწევს ყოველ სროლაზე თუ მეტია 0-ზე და გაისვრის და თუ არა და აღარ გაისვრის მე. აჰა. შვენიერი. ან 0-ზე მეტი თუ იქნა ისვრის და როგორც კი 0 გახდება უკვე აღარ ისვრის. დიახ. აჰა. public-ზე გამოგეტანა ჯობდა ის რომ დაგენახა აკლდება თუ არა და აი აღარ ისვრის მე აქვს. აჰა. იმიტომ რომ 20 ჯერ ისროლე უკვე. დიახ. ოკეი, შვენიერი. კაი, გავაზიარებ ხა მეც და ჩვენც დავწეროთ. player script-ში აი shoot header-ი რო გვაქვს, აქ ჩავამატოთ public float bullet amount bullet-ები მას მე კიდე საერთოდ სხვა ნახეთ გავაკეთე მას. enemy script-ში გავაკეთე რომ enemy-ს ქონდა 5 ჯერ გასწოლის შანსი მას. აი ნახეთ, გაზიარებული ჩემი. აბა. ხედავთ. ეს არის bullet-ს აკლდება damage amount-ი და bullet-ი თუნავე destroy. ხანუ ბუეთის რაოდენობა თუ იყო 0 ან 0-ზე მეტი მაშინ გახის, ანუ 5-ზე ვერ ისვრის. ან გასული შემთხვევაში დააკლდეს, მაგის აკეთება და მოვიწყო. სადღაც გავაკეთე. ხო, მაგრამ სხვა რაღაცა იყო დავალება საერთოდ. მას აი გაისროლა ხო, მას დააკლდა 1 და თუ ჩამოვიდა 5-ზე გასროლების დროს, მას აი თქოში რომ გაქრეს. ხო და რატო უნდა გაქრეს ვერ ხვდები? რო აღარ ისროლოს. და რატო არ უნდა ისროლოს? მას enemy script-ში რომ გაკეთებული მას. ხო და რატო აღარ უნდა ისროლოს ანუ? enemy მაინც რაღაც გარკვეულ დროით არის სცენაში. გაისვრის რამდენსაც მოასწრებს და ქრება მერე. და რატო უნდა კონდეს? რატო უნდა კონდეს, რაც საერთოდ რამე შეზღუდვა რომ რამდენიმე ბულეთი ისროლოს მხოლოდ.
რამდენსაც ისვრის რა. ისე გვაქვს აკეთებული, რომ რამდენიმე წამი არის მხოლოდ სცენაში. მერე ქრება ისედაც. და საერთოდ სხვა რაღაცა იყო დავალება. შეხედე ხა ჩემ გაზიარებულს და დავწეროთ. player script-ში shoot header-ში დავამატეთ ეს public float bullet amount-ი. ბულეთების რაოდენობა. players გააჩნია უკვე ბულეთების რაოდენობა. რომ უსასრულოდ არ შეეძლოს სროლა. მერე წავედით player shoot-ში. და აქ player shoot-ში დავწეროთ if-ი. და შევამოწმოთ, რომ თუ bullet amount-ი მეტი არის 0-ზე, მაშინ უნდა გააკეთოს ეს სამი ხაზი, რაც გვიწერია, ანუ გასროლა. გასროლის ანიმაციაც გაჩენაც იმ ბულეთის და მერე იმ ბულეთის გაქრობაც. ორ წამში. მხოლოდ მაშინ შეიძლება ეს ყველაფერი, როცა bullet amount-ი იქნება მეტი 0-ზე. რავი, 20 თუ იქნება, მაშინაც გაისვრის, 1 თუ იქნება, მაშინაც გაისვრის. უბრალოდ, როგორც კი 0 გახდება და 0 რო გახდეს, ხოლმე დავაკლოთ ხოლმე. აქ დავწერთ, რომ bullet amount-ს გამოვაკლდეს 1 ყოველ გასროლაზე. გასროლის დროს გამოვაკლდება 1 bullet amount-ს. რაოდენობა შემცირდება ბულეთების. თავიდან თუ იქნება 20, პირველ გასროლაზე გახდება 19, მეორე გასროლაზე 18 და ასე შემდეგ. და მე-20 გასროლის შემდეგ bullet amount ვერ გავიგე მას. როგორ? ვერ გავიგონე. ვერ გავიგე მას. რა ვერ გაიგება? ვერ გავიგე. ხო და რა? მას აი გავიგე რომ შეგეთხო დავშვით მას bullet amount-ი თუ ან როცა 0-ზე მეტი არის, მაშინ თორე გააკეთოს ანიმაცია, მაგრამ ხო. ხო, აღარ უნდა ისროლოს მას და ან აღარ უნდა ისროლოს. მე აღარ ისვრის, მაგას ხსნიდი, ანუ არ დამამთავრებინე, თორე მაგას ვიძახდი. ანუ bullet amount-ი როგორც კი იქნება 0-ის ტოლი ან 0-ზე დაბლა, აქ ხო აკლდება. 0-ზე დაბლა ან 0-ის ტოლი როგორც გახდება, ეს ხო გაითიშება, ეს იქნება მცდარი. და შენ რო დააჭირო გასროლის ღილაკს. კომპიუტერი ამას რო წაიკითხავს, ეს იქნება მცდარი. ეს რომ მცდარი იქნება, აქ ხო აღარ შემოვა. if ხო ეგრე მუშაობს, ეს თუ ჭეშმარიტია, მაშინ გიკეთებს ამას. სანამ ეს ჭეშმარიტი იქნება და სანამ bullet amount-ი მართლა მეტი იქნება 0-ზე, ამას გაგიკეთებს სულ. გაისვრის და დააკლებს ხოლმე ბულეთების რაოდენობა მოგაკლდება. და როგორც კი მე-20-ად გაისვრი, უკვე 20 ამოწურული გაქვს ბულეთების რაოდენობა და აღარ გაქვს 0 გაქვს ან რავი. ხო, 0 როგორც კი გახდება რა, ბულეთების რაოდენობა. player shoot-ი რომ მოხდება, შენ რო ღილაკს დააჭერ. აი ეს ამას აღარ გააკეთებს. ანუ ეს იქნება მცდარი. bullet amount-ი მეტი არ იქნება 0-ზე მაგ დროს. იმიტომ რომ 0-ს უდრის უკვე განულდა. იმიტომ რომ 20 ჯერ გაისროლე შენ უკვე. შესაბამისად ეს რომ მცდარი იქნება, აქ აღარ შემოვა და არც შუტს გააკეთებს. არც გაჩენას გააკეთებს და არაფერს არ გააკეთებს. პრინციპში მე მგონი ჯობია რომ ეს აქ კი არ შევამოწმოთ. აქ შევამოწმოთ. და საერთოდ player shoot-საც აღარ ცდის იმის დროს, კლიკის დროს რა. ეხლა აქ რო დავწერეთ, იმუშავებს ეს რაც გვინდოდა მაგას გაგვიკეთებს, მაგრამ ეს მაინც იმუშავებს იმ მხრივ, რომ აი space რო დააჭერ, ამას მაინც ცდის რა კომპიუტერი. მე აქ შემოვიდა ეს ცარი დახვდება და აღარ იზამს ამას, მაგრამ ამას ხო მაინც ყავდება ამის შესრულებისთვის რა. ხო და ისეთ შეგვიძლია დავწეროთ, რომ აი აქ შემოწმდეს ხოლმე ეგ ეს bullet amount-ი. კაი, ჯერჯერობით ესე გავტესტოთ. ნახოთ რომ მუშაობს და მე გადავაკეთოთ. უბრალოდ ერთადერთი ახლა players რომ მონიშნავ, მარჯვნივ bullet amount-ი ჩავუწეროთ თქვა 20. მოდი 10 იყოს, რომ უცებ გავტესტო.
ეგ არის. ვეღარ ვისვრი ახლა. და აქაც რო შევხედოთ. ახლა bullet amount-ი 0-ს გაუტოლდა. აი რო აკლდება ეგ რო დავინახოთ. მას სკრიპტი მანახეთ ეს რაღაცა შეიძლება. აი 5 გახდა ახლა. ესეც გასაკეთებელი გვაქვს რომ ამის გარეთ არ გავიდეს ხოლმე. აი აკლდება ჩვეულებრივად აქ. მას ეს მთლიანი კოდი, if input get key down key code space რო გადმოვიტანოთ. ეს player shoot-ში if რო გვიწერია მაქენა. შეგვიძლია, მაგრამ უფრო მარტივი იქნება ნახე. ეს რო აქ დავტოვოთ, აქ რაც გვიწერია. უფრო სწორად, აი მარტო ეს გადმოვიტანოთ. აი აქ. აქ შეგვიძლია დაკავშირი ჩავწეროთ რა. და ჩავაფეისტოთ. ანუ დაკავშირი აქ ნიშნავს, რომ space-ზე დაჭერაც და bullet amount-ი რომ მეტია 0-ზე, ესეც ორივე ჭეშმარიტი უნდა იყოს. if-ში ორი პირობა რო გიწერია დაკავშირით. დაკავშირი იწერება shift-ით და 7-იანით. ეს ორივე პირობა უნდა იყოს ჭეშმარიტი. ანუ შენ space-ას უნდა აჭერდე და მაგ დროს space-ზე დაჭერის დროს bullet amount-იც მეტი უნდა იყოს 0-ზე. ეს ორივე პირობა უნდა შესრულდეს რა. დაკავშირის მარჯვენა მხარეც და დაკავშირის მარცხენა მხარეც, რომ player shoot-ი გააკეთოს. და შიგნით აქ if-ი აღარ გვინდა. if-ი აღარ გვინდა, კი მართალი ხარ, ეს ამოვჭრათ და ამ if-ის ნაცვლად ჩავაფეისტოთ. ანუ ისე დავტოვეთ, უბრალოდ ეს გვიწერია შიგნით გამოკლება, bullet amount-ს აკლდება. ას მუშაობს შემთან სკრიპტი მას ჩავლებრივად. და აქ გადმოვიტანეთ ეს რა, bullet amount-ი თუ მეტი არის 0-ზე. დაკავშირი იწერება ესეც შეიძლება 2-იც დაწერო. მერწა ხო. მას ერთი შეკითხვა მაქვს. ხო. მას აი თუ არის შესაძლებელი მას აი აქ სცენებში. აი მენიუ და ეს რო წავშალოთ მას ასთავიდან ვაკეთებდი და მარტო space shooter-ი რო დავტოვო. თუ პირველი რო წავშალოთ space shooter-იც მიყვება. არა, არ მიყვება, მაგრამ გამოვიყენებთ იმ მენიუს და იმას, რატომ უნდა წაშალო? მენიუს გამოვიყენებთ. ის სხვა სცენა შეგიძლია წაშალო, რავი, ის გეიმი შეგიძლია წაშალო. არაფერი არ მოხდება. მაგრამ მენიუ არ წაშალო, გამოვიყენებთ მენიუს. მაშინ პერსონაჟებსაც წავშლია აქ უბრალოდ ოფშაინს და. რავი, როგორც გინდა. რამე ისეთი არ წაშალო, ოღონდ. რასაც აქ ვიყენებთ. ახლა მასაც არ აქვს ავშლია. ხო. აქ მარტო space-ებს აიმას ვიყენებთ. კი. აი ახლა ნახე, აი ძალიან ბევრი იმის სროლა შეგვიძლია ერთ მიყოლებით რა. აი ესე რომ მიაყარო ძალიან ბევრს ისვრის. და რამე cooldown-ი დაუყენოთ, მე მგონი ჯობია, ხო? დიახ, აი რომ მოიცალოს მაგრამ. ხო, ანუ შენ რო ერთხელ გაისვრი, მე რაღაც ამის მესეჯი კიდე რო დააჭირო გასროლას. აღარ უნდა გაისროლოს რა, რაღაც cooldown-ი უნდა ქონდეს და ის რაღაც ერთი წამი იყოს თქვათ ახლა სატესტოდ და მე შეგვიძლია შევამციროთ. მე შეგვიძლია ეგეთი რაღაც გავაკეთოთ, რომ აი რაღაც თამაში რაღაცას რო აიღებს, მე უმცირდებოდეს ეგ cooldown-ი და უფრო სწრაფად შეეძლოს სროლა რამდენიმე წამი თქვათ. წავშალე. ან რაღაც ეგეთი. რაც არ გჭირდებოდა. კაი. ამისთვის ახლა cooldown-ისთვის შევქნათ მოდი shoot-ში დავამატოთ ეგ რა. ახლა ის გაკეთებას ვაპირებდით. რის გაკეთებას ვაპირებთ და cooldown-ის, სროლის cooldown-ის. ანუ ეხლა გასპამვა რო შეგიძლია სროლის. მიყოლებით ეს space ძალიან ანუ რო მოიცოდეს და სოლარის დაუბრუნდეს.
ხო, ანუ ერთხელ რომ გაისვრი, მერე უნდა შეუზღუდოთ სროლა რაღაც ხანგრძლივობით, დროის რაღაც ხანგრძლივობით. და ეს დრო რო გავა, მერე კიდე შეიძლება სროლა. რომ ესე სწრაფად არ მიაყოლო რა სროლები. Space რო აჭირო, ძალიან სწრაფად სულ ისვრის ახლა. ხო და ეგ შეზღუდვა დაუწესოთ. ბული შევქნათ, მოდი public-ი არ არის აუცილებელი, პირდაპირ ესეთი private ბული იყოს. Bool დავარქვათ can shoot. ანუ შეუძლია სროლა და თავიდანვე იყოს true. Bool can shoot უდრის true-ს, რომ ლოგიკურადაც ჯდება, რომ შეუძლია სროლა არის ჭეშმარიტი. ანუ მას ეგ bool ასაკეთებს მას გამეორდეთ თუ შეიძლება. Bool-ში ინახება ორი ინფორმაცია, ან true არის, ან false არის. ანუ ან მართალია, ან მცდარი არის რა. Bool-ი. შიგნით ან სიმართლეა შენახული, ან ტყუილი. სამსარი ამის დიახმევთ. ხო და შეგიძლია გამოიყენო იმისთვის, რომ შეამოწმო შეუძლია თუ არა სროლა, ანუ can shoot-ი თუ true არის, მაშინ შეიძლება და can shoot-ი რო false არის, მაშინ არ შეიძლება. მაგას შეგიძლია გამოიყენო, თქვათ. მას გაჭირდა თქვენო ამას და შეგიძლიათ რომ გამეორდეთ. ანუ can shoot-ი როცა true იქნება, შეიძლება სროლა, ეგრე გავაკეთებთ და can shoot-ი როცა false იქნება, აღარ შეიძლება სროლა. აი როგორც თქვათ, წეღარო bullet amount-ი შევქმნით. Bullet amount-ი არ შეიძლება. Bullet amount-ი როცა მეტია 0-ზე ხო შეუძლია ისა ტყუების გაჩენა. და როგორც კი აღარ არის მეტი 0-ზე, bullet amount-ი აღარ შეუძლია. ეგეთი რაღაცაა, ოღონდ ეხა bullet amount-ში რო რაღაც რიცხვებს ინახავ და მაგის მიხედვით ამოწმებ, რაზე მეტია, რაზე ნაკლებია, ბულის შემთხვევაში შეგიძლია შეამოწმო true არის თუ false არის. ეგ ორი ინფორმაცია გაქვს მარტო რა. ჭეშმარიტია ეს can shoot-ი თუ მცდარი არის. false-ია. და ლოგიკურადაც სწორად გამოვიყენებთ რა, can shoot-ი როცა true იქნება, მაშინ შეიძლება სროლა, can shoot-ი როცა false იქნება, მაშინ აღარ შეიძლება სროლა. ახლა აი void player shoot-საც გვიწერია, მაგის ქვევით გამოტოვეთ ადგილი, ცალკე ოღონდ, მაგის გარეთ. მას გააჩნია სად დავწერთ? არა, მაგრამ player shoot-თან კავშირში რახან არის, აქ დავწეროთ ჯობია რა, რომ ესე არეულად არ გქონდეს და ცალ-ცალკე. იმიტომ რომ მე რეგიონები რო ვახსენე, რაღაც რეგიონებში შევქმნით და ერთი ტიპის ფუნქციებიც ერთად გვექნება რა. დალაგებული. რომ მარტივად მივაგნოთ ხოლმე. ამჟამად void-ი არ უნდა შევქმნათ, ანუ ფუნქცია უნდა შევქმნათ, ოღონდ ამ ფუნქციას დამატებით შეუძლია რომ რაღაც დროითი დაყოვნების გაკეთება შეუძლია რა, შეუძლია რომ გაჩერდეს რაღაც მომენტში რა და მერე გააკეთოს რაღაცა. ეს იწერება ესე, enumerator, nu ჩაწერეთ და enumerable არა ოღონდ, აი პირველს რასაც შემოგთავაზებს ეგ არა. enumerator დააკვირდით, ნუმერატორი უნდა იყოს. მეტის ნიშანი თუ ნიშანის გარეშე? როგორ? მეტნაკლების ნიშნი თუ ნიშნის გარეშე, ჩვეულებრივ. Enter-ს დააჭირე და ჩაიწერება. მერე სახელი უნდა დავარქვათ ამასაც, როგორც void-ს ვარქმევთ ხოლმე. როგორ დავარქვათ? shoot cool down. ჭრილები და მერე მარჯვნიდან როგორც void-ი იწერება, ზუსტად ეგრე იწერება. ოღონდ აი void-ის ნაცვლად რო enumerator-ი ეწეროს, ეგ არის განსხვავება. ამას გააწითლებს ჯერჯერობით, მაგრამ გავასწორებთ არა უშავს. ჩემთანაც აწითლებს, ესე უნდა იყოს. დაწერეთ? ოკეი. ეხლა იმიტომ აწითლებს, რომ აი წეღარო ვთქვი, რომ დამატებით void-ისგან განსხვავებით, ესეც ფუნქციაა რა, მოკლედ, აი void-ის ნაცვლად ეს წერია მხოლოდ. ოღონდ ამას აქვს ეხლა დამატებით ისეთი ფუნქცია, რომ
დაყოვნება შეუძლია და ეგ დაყოვნების კოდი რო ჩაწერო, ესე იწერება yield return new wait for seconds. და ფრჩხილები. Wait for seconds-ში მოდი 1 წამი, ანუ 2 წამი იყოს სატესტოდ, რომ ხო, მას ის როგორც ის გავს მას void-ისავით რო არა, ეგ ჩინურ სახელს ისე გავს მას ესე. yield დაწერე wait for seconds. იო. Okay. ორი რახან გვიწერია მოიცდის 2 წამი. ეს wait for seconds-ი აკეთებს მაგას, რომ იცდის. აქ. და მანამდე რაღაც შეგვიძლია გავაკეთებინოთ. და უნდა გავაკეთებინოთ. აქ არის მას wait for frame update second. ხო, wait for seconds გვინდა. ამის ზევით, ამის ზედა ხაზზე გავაკეთებინოთ. ის ბული უნდა გავაფოლსოთ can shoot. გაფოლსდეს აქ. და ამის ქვევით კიდე can shoot ისევ გახდეს true. ეხლა როგორ რაღაც გავაკეთეთ. ამ ფუნქციას ხო გამოვიძახებთ ყოველი შუთის დროს. და როგორც კი გამოვიძახებთ ხოლმე, can shoot-ი ეგრევე გაფოლსდება. მერე შევამოწმებთ კიდეც, რომ can shoot-ი როცა true არის, მაშინ შეეძლო სროლა. და ყოველი გასროლისას can shoot-ი გაფოლსდება და მერე კიდე რო გაისროლო, can shoot-ი false იქნება რა და აღარ გაისვრის. მაგრამ მაქედან გასროლიდან 2 წამის მერე მოიცდის. 2 წამი მოიცდის უпростоრად. და 2 წამის მერე can shoot ისევ true-ს გახდის, რომ ისევ ახლიდან გასროლო შეძლო. ანუ ეს in ნუმერატორი არის ისეთი ფუნქცია, რომელშიც რაღაცას გააკეთებინებ void-ისავით რა, void-ში ხო პირდაპირ წერ რაღაცას და მაგას გიკეთებს. აქაც რაღაცას წერ, შიგნით რაღაც ბრძანებას, მაგ თქვა can shoot-ი გახდეს false-ი, მაგას გაგიკეთებს, უბრალოდ დამატებით კიდე აქვს, რომ შეგვიძლია დააყოვნო რა, მაგას რო გაგიკეთებს, მაგის მერე 2 წამი მოაცდევინო და მერე ისევ გახადო true. თქვა, ისევ რაღაც გააკეთებინო. და ესეთ შეგვიძლია ბევრი წერო რა, ეს wait for seconds-ი ამის ქვეშ შეგვიძლია ჩაწერო, მერე კიდე დააყოვნო, რამდენიმე წამი კიდე გააკეთებინო რაღაცა და ეგრე. ხა ეგ ჩვენ არ გვჭირდება, ეს საკმარისი არის, რომ can shoot-ი გაფოლსდეს ხოლმე, 2 წამი მოიცადოს და მერე true გახდეს ისევ. ჩაწერეთ ეს? და ეგ ესა yield return ანუ ეგ სულ აბრუნებს რომ მას update-ში თუ ჩავწერეთ. როგორ? თავიდან თქვი? ნიკოლოზ არის მიშენი ხო? მას void update-ში აუწევთ მას დამოვიწყდა მას გაბრიელს ლაპარაკობდა მას და იმას ვკითხულობდი რომ ანუ სულ აბრუნებს ერთ და იგივეზე მას. ანუ ესაც მართალი იქნება, ანუ თუ void update-ში ჩავწერ, ამ შემთხვევაში სულ აბრუნებს ერთ და იგივეზე. ხარ, void update-ში არ უნდა ჩაწერო ამიტომ. ანუ აღარ მოუწევს მას სულ მაკოდია, სულ ბოლომდე რომ გაიმეოროს. ანუ თავისით void update-ში სადაც სულ ამეორებს. ხო, ანუ update-ში თუ ძალიან სწრაფად გააკეთებს ამ ყველაფერს, გაფოლსებას და ამ 2 წამის მოსდასაც ძალიან სწრაფად იწამს რა ყველაფერს და არ გვაწყობს ეგ. ახლა აი აქ რო გვიწერია space-ე დაჭერა boot amount მეტი ანუ ზე, აქ ამათთან ერთად შევამოწმოთ კიდე შეიძლება დაკავშირი ჩაწერო რა, მესამე პირობა რო დაუმატო აქ შესამოწმებლად. რო can shoot არის თუ არა true. პირდაპირ ესეც შეიძლება can shoot და მაგას ნიშნავს რომ can shoot უდრის თუ არა true-ს. აი ეს რო გვეწეროს იგივეა. ეს ჩანაწერი და ტოლობა და true რო არ გეწეროს იგივეა რა, can shoot. if-ის ზედაფრთხილში თუ წერ can shoot-ს, ანუ ბულის სახელს ამოწმებს ეგ ბული უდრის თუ არა true-ს. ამიტომ ესე შეიძლება ჩაწეროთ. ანუ ეხლა ეს მესამე პირობა. აი space-ამდე გავიგე მაგ კოდში და აი space-ის მერე უკვე ვეღარ ვიგებ. სად space-ის მერე აბა? აქ რაც წერია? აი მათ რო წერია code space და აი მაგის მერე ვერ გავიგე რა გვიწერია რას აკეთებს. ეს არის დაკავშირი
და რო ეწეროს აქ რა და ქართულში ხო იცი დაკავშირი რაღაცა და რაღაცა ეს და ეს და მუშაობს ესე რომ დაკავშირი რახან წერია ეს და ეს ანუ ორი დაკავშირი რახან გვიწერია სამ რაღაცას ვაკავშირებთ ერთმანეთთან ხო და if-ში რახან გვიწერია ეგ სამივე ეს და ეს ნიშნავს რომ სამივე ერთდროულად უნდა იყოს ჭეშმარიტი ანუ შენ space-ს უნდა აჭერდე bullet amount-ი მაგ დროს მეტი უნდა იყოს 0-ზე აუცილებლად ესეც უნდა შესრულდეს ესეც მართალი უნდა იყოს და can shoot-იც true უნდა იყოს რა ანუ სროლაც უნდა შეგეძლოს bullet-ის რაოდენობაც უნდა გქონდეს და space-ს უდააჭერ გაისვრის მაგ შემთხვევაში სხვა შემთხვევაში არ გაისვრის ამ სამი პირობიდან ერთ-ერთი მაინც თუ დაირღვა არ გაისვრის space თუ არ დააჭერ მაგალითად არ გაისვრის მიუხედავად იმისა რომ bullet-ის რაოდენობა მეტი გექნება 0-ზე და ასევე can shoot-იც true იქნება შენ თუ space არ დააჭერ არ გაისვრის ხო იმიტომ რომ ეს false იქნება ერთი ეგ შემთხვევაა მეორე შემთხვევა ვთქვათ რომ space აჭერ ეს ჭეშმარიტია და სრულად შეგიძლია ვთქვათ can shoot-ი true არის მაგრამ bullet-ების რაოდენობა აღარ გაქვს მეტი 0-ზე გაგითავდა bullet-ები ტყვიები აღარ გაქვს შესაბამისად ეს პირობა დაირღვევა და ეს პირობა თუ დაირღვევა მაგრამ აი დამასრულებინე ხო ბულს არ ვიყენებთ დამასრულებინე ეს პირობა თუ იქნება მცდარი შესაბამისად ყველაფრიანად გააფუჭებს ამ if-ს რა და საერთოდ აღარ შევა შიგნით ამის გასაკეთებლად და მესამე შემთხვევა ვთქვათ space რო აჭერ და bullet-ების რაოდენობა მაშინ გაქვს ვთქვათ მეტია 0-ზე მაგრამ can shoot-ი არის false ანუ არ შეგიძლია სროლა რა იმ bull-ში არის false შენახული მაგ შემთხვევაში ეს რახან დაირღვევა ეს პირობა და მცდარი იქნება გააფუჭებს მთლიანად და შიგნით აღარ შევა player shoots აღარ გააკეთებს ახლა მითხარი რას მეკითხებოდა და რას მეუნებოდა იმიტომ რომ ზოგჯერ არ მასრულებინებ ხომ რაღაცის თქმას და მე იგივეს მეკითხები რასაც ვაპირებ რომ გითხრა და გითხე აბა ახლა მას ჩემთან გვიან მოდის ხოლმე თქვენი ხმამას და ალბათ მაგიტო ხო არა უშავს გითხე აბა ჩემთან რო დაამთავრებთ ხოლმე მას და მაგ დროს გეკითხებით ხოლმე მიდევა მითხარი მას ის მაინტერესებდა რომ აქ ხო ბულზე არ არის საუბარი მას ანუ თუ სადა false-ზე და ანუ ეს თუ არის მართალი და bullet amount-ი და იქეთ can shoot-ი მას მართალი და სისხლზე აქ ხო არ არის საუბარი და აბა რაზე არის მას აქ ხო bull არ არის მას bulls ხო აი აქ ვიყენებთ აი false-ა და true-ში აი აბა ეს რა არის can shoot-ი რა არის can shoot-ი რა არის აბა bull-ი არ არის can shoot-ი კი მაგრამ bullet amount-ი bullet amount-ი რიცხვია მერე რას მეკითხები ახლა გავიგე მას ანუ ყველაფერი უნდა დაემთხოს ერთმანეთს ყველაფერი ჭეშმარიტი უნდა იყოს ეხა უყურე აი იარაღი რო გქონდეს რა და სროლა რო შეგეძლოს თქვათ აი შეგიძლია რომ ისროლო თუ რა ქვია თიც გამოკრავ იმას მაგრამ ტყვიების რაოდენობა თუ არ გაქვს ხო ვერ ისვრი ხო არის ამს არაფერს გასვლას ხო არ გააკეთებს ანუ ეგ გავაკეთეთ ზუსტად bullet amount-ი არის ეგ bullet amount თუ მეტი არ იქნა 0-ზე ეს პირობა თუ დაირღვა ამას არ გააკეთებს ანუ გვიწერია რომ bullet amount თუ მეტია 0-ზე თუ გაქვს ტყვიები მაშინ ისვრის ანუ გასროლას თუ დააჭერ გასროლის ღილაკ space და გაქვს ტყვიები და ასევე შეგიძლია სროლა ანუ ეს არის can shoot-ით შევქმნით ჩვენ რაღაცა ბრძანება რომ ვეუნებით რომ თუ true არის can shoot-ი შეუძლია სროლა თუ false არის can shoot-ი აღარ შეუძლია სროლა
უბრალოდ რო აღარ შეუძლია სროლა მაგის ჩაწერა აღარ გვიწევს, იმიტომ რომ საკმარისია რომ ჩაწერო რომ კენშუთი თუ true არის, მაშინ შეეძლოს სროლა, ეს პირობა თუ დაირღვევა, კენშუთი თუ აღარ იქნება true და false იქნება, აღარ გაისვრის რა, უბრალოდ აღარ გაისვრის. ეგ მაგას ხსნიდი აქ დაკავშირით, რომ დაკავშირით თუ გიწერია, ყველა პირობა უნდა იყოს ჭეშმარიტ, ყველა პირობა უნდა შესრულდეს. მართალი უნდა იყოს ყველა პირობა, ეს სამივე პირობა რაც გვიწერია, რომ გაისროლოს. სხვა შემთხვევაში არ გაისვრის, ერთ-ერთიც რო დაიღოს ამ სამიდან. მიხდი? მას მე მაქვს კიდე ერთი კითხვა. ხო. აი აქ ხო არ გვიწერია კენშუთი როდის უნდა გახდეს false და როგორ მიხვდებათ? აქ გვიწერია, აი, უბრალოდ ჯერ ამას არ ვიყენებთ. არ დაგვისრულებია ჩაეწერა. აი აქ გვიწერია. ის არ დავამატოთ გარკვეული დროის შემდეგ ისე რომ შეეძლოს სროლა? ხო, ეგ უნდა ჩავამატოთ. ეხა აქ ეს უნდა გამოვიძახოთ აქ. და გამოვა რომ კენშუთი აქ ეწერება რა. ანუ player shoot-ში გამოვიძახებთ ამას და შესაბამისად კენშუთი რომ უნდა გაფოსდეს, მანდ შესრულდება. ოღონდ ეხლა ნუმერატორების გამოძახება ხდება სხვანაირად. start coroutine უნდა ჩაწეროთ აქ, start ჩაწერეთ და start coroutine გამოჩნდება. ჭრილები და start coroutine-ში უნდა ჩაწერო იმ ნუმერატორს, რაც დაარქვი მაგის სახელი. shoot cooldown და ჭრილები. და წერტი მძიმე. ანუ ეს start coroutine არის შექმნილი. if-ი აღარ არის მანდ. არა, აქ if-ი აღარ არის, იმიტომ რომ ის bullet amount-ი. შენ იმიტომ მეკითხები ამას, რომ წეღა რაც გავაკეთეთ, არ დაგიწერია ეს? მასე როგორ არა bullet racing დაწერილი მაქვს მას, მაგრამ if-ი არ წამიშლია ზევით. ანუ ესეც გეწერა და იქაც გეწერა if-ი? დიახ. ხო, აქ გადმოვიტანეთ მე ეგ if-ის პირობა. მან ხო გვეწერა bullet amount-ი მეტია 0-ზე და ეგ გადმოვიტანეთ აქ და ის if-ი უნდა წაგეშალა, აღარ არის საჭირო. მოკლედ ეს start coroutine არის შექმნილი იმისთვის, რომ ჩართოს, ან დაიწყოს რაღაც რუტინა ქვია ამას რა, რომ რაღაც აკეთებს, მე იცდის რაღაც დრო, მე კიდე აკეთებს. და start coroutine-ით ირთვება ეს ნუმერატორები რა, ნუმერატორს შენ რაც დაარქვი, მაგ სახელით იძახებ მე start coroutine-ში და ამას რო წაიკითხავს კომპიუტერი player shoot-ს რო გააკეთებს. ამას რო წაიკითხავს, ამაში გვიწერია რომ ამას შეასრულებს მე რა, შიგნით რაც გვიწერია და გვიწერია რომ კენშუთი გაფოსდეს ეგრევე და აქ რო კენშუთი გაფოსდება და აქ გაისვრის მე. სანამ ეს ორი წამი არ გავა, კენშუთი იქნება false ისევ. და შენ რო აქ spam-ო ეს space-ე დაჭერა და bullet amount-იც მეტი გექნება 0-ზე მაგ დროს, მაგრამ კენშუთი ხო იქ გაფოსებული იქნება, იმიტომ რომ წეღან აქ გაფოსდა და ეს ორი წამი ჯერ გასული არ არის. და ვერ გაისვრის რა, ეს პირობა იქნება დარღვეული. player shoots შემდეგ player shoots აღარ ცდის. მიუხედავად იმისა, რომ აჭერი იმ space. მაგრამ მე ორი წამი რო გავა, აბრუნებთ კენშუთს true-ზე. აი თავიდანვე ხო true არის კენშუთი, სანამ თამაშოც ავიწყებთ მაშინ. და მე ვაბრუნებთ რა, რომ ისევ შეგეძლოს სროლა. ანუ გამოდის, რომ ორი წამი არის cooldown-ი, ანუ ყოველ ორ წამში ერთხელ შეგეძლება ეხა გასროლა. სატესტოდ ესე იყოს და მე შევცვლით. გავტესტავ ამას. აბა შევამოწმოთ. კი, აღარ ვისვრი. კი. მაგრამ ორი წამის მერე ისვრის, ხო? კი, ისვრის. დიახ, მაგრამ ძალიან დიდი დრო არის ორი წამი. ხო, არა, ეს სატესტო დრო გაგვეტესტა რა, რომ მუშაობს. მას ერთი საკმარისია ჩემი აზრით. ორი ძალიან დიდი დროა მას. ხო, ორი ძალიან დიდი არის. რა ვქნათ, იცი, ამისთვის ცვლადი შევქნათ და მე unit-ში შევცვლით და თუ რამეა მე თუ თამაში ჩამატებაც მოგვინდება, რომ ეს შევცვალოთ ხოლმე, აი თქვათ რაღაცა ბაფი რო აიღოს და რომ დაიბაფოს და შეეძლოს ხოლმე რომ მე უფრო ნაკლებ დროში ისროლოს რა. მაგისთვის გამოგვადგება. ამიტომ ზევით შევქნათ public float, ესეც shoot header-ში. shoot cool down.
ოღონდ პატარა ესით დაწერეთ, რომ იმაში არ აგერიოთ იმ ნუმერატორში. იმას ხო დიდი ესით დავარქვით. მას და მე იქ ხო გამოჩნდება თამაში და აქ ამ public float ჩავიდანთ იქ ხო wait for seconds. კი. short cooldown დავწეროთ ახლა ერთიანის მაგივრად თუ ორიანის მაგივრად, ხო? კი, ქვევით აქ ორიანის მაგივრად ჩავწეროთ shoot cooldown-ი, კი მართალი ხარ. ეს shoot cooldown რამდენიც იქნება, ეხა unit-ში რო გადავალთ, ერთს რო ჩავწერთ, ერთი იქნება ამ დაყოვნება რა. ამით აი ნუმერატორით შეგვიძლია მარტივად გააკეთო აი რაღაც countdown-ი მაგალითად. აი ტექსტი გექნება 3 2 1 და go-ро დაწერო ან რაღაც ეგეთი რა. ესე გააკეთებ თქვათ. სანამ wait for seconds გეწერება, ზევით დაწერ თქვათ იმ ტექსტში 3-იანი ჩაიწეროს, მე wait for seconds-ში 1 წამი მოასტევინებ, მე მაგის ქვეშ ჩაწერ, რომ იმ ტექსტში ჩაიწეროს 2-იანი. მე კიდე wait for seconds ჩაწერ და მე მაგის ქვეშ ჩაწერ, რომ იმ ტექსტში ჩაიწეროს 1-იანი. და ანუ ტექსტში ჯერ 3-იანი ჩაიწერო, მე wait for seconds 1 წამი მოიცდის, მე 2-იანი ჩაიწერო, მე კიდე 1 წამი მოიცდის და მე 1-იანი ჩაიწერო. რა 3 2 1 ეგრე რა დროით იმას შექმნი რა ათვლას. countdowns. აი shoot cooldown-ი ჩაწერეთ ხა აქ 1 და ხო და ეხლა უბრალოდ დაჭერა არის ესა რა ქვია უნდა დააჭირო რა და ისე ხო არ გავაკეთოთ რომ აი ჩაჭერაზეც ისროლდეს ანუ რომ დააჭერ რომ ტოვებ მე კიდე გაისროლოს ერთ წამში იო ხო მას როგორ მითხარით აი რაღაც ავტომატური სროლისავით რო იყოს რა ეხლა ისე გვაქვს რომ ერთხელ რო დააჭერ ხო გაისრვის და ერთი წამი აღარ შეგიძლია სროლა მაგრამ მე კიდე თავიდან უნდა დააჭირო რომ მეორედ გაისროლო და შემდეგ გასროლებებზე სულ უნდა აჭირო რა და შეგვიძლია ესე გავაკეთოთ რომ ერთხელ რო დააჭერ და დატოვებ თიც space-ზე რო გაისრვის ერთი წამის მერე კიდე გაისროლოს დამოუკიდებლად მე ერთი წამის გასვლის მერე კიდე გაისროლოს და ეგრე ავტომატურად რო ისროლოს როცა დაჭერილი იყო ეს არ კონდეს მას short cooldown-ი მას შემთხვევაში space-ი ხება დავაჭიროთ სულ მუდმივად გაისრვის ხო, მაგრამ ეხა cooldown-ი როცა იქნება, ყოველ ერთ წამში გაისრვის, რომ დატოვებ თიც. დიახ, მივხვდი. მას get key down-ში უნდა გადავაკეთოთ get key-თ, ხო? კი, მართალი ხარ. down უნდა წავშალოთ და get key დავტოვოთ აქ. space-ზე დაჭერა რო გვიწერია, მან down წავუშალეთ უბრალოდ და get key დატოვეთ მხოლოდ. ანუ რა განსხვავება, ანუ down დაჭერა არის და ანუ ყოველს რას იგულისხმობს? get key down არის ერთხელ დაჭერა და ერთხელ სრულდება მხოლოდ და get key არის აი რო დააჭერა hold-ი არის ხო hold-ი არის იმაზე ხილაკზე თიც რო ტოვებ და სულ აკეთებს ეგარი მუშაობს მუშაობს მასთან. მაშინ აღარ ისრვის ბავშვი. სწორად გააკეთე ეს და დაასეივე? დავასეივე და ანუ ანუ ერთხელ რო დავაჭერ გაისრვის. მაგრამ მეორეჯერ და მესამეჯერ ანუ hold-ითაც და ისედაც აღარ ისრვის. აქ სწორად გიწერია can shoot უდრის false და მე can shoot უდრის true-ს? კი. ბულეთების რაოდენობა რამდენი გაქვს? ბულეთების რაოდენობა მაქვს. მაგაში ხო არ ჩაწერე ერთი შემთხვევით. ბულეთ amount-ში ხო არ ჩაწერე ერთი? კი. ხო. და shoot cooldown-ში 5 მეწერა ისევ აქ ერთი დავწერა მასალო. მას ისე როგორ გავაკეთოთ enemy-ს წინ და რო გაქრეს. კი მას. დროით რო არ გაქრეს და უბრალოდ სელინა გასვლის დროს რო გაქრეს?
დიახ. მაგრამ მაგ შემთხვევაში ის არის, რა ქვია. ხო, გარეთ აუ, ჩდება. მას დიდხანს დავაჭირე 70-ივე ისე სწრაფად გაისროლა 60-ზე ჩავწერე აქ მას. 0 მქონდა shoot cooldown-ი ოღონდ. ხო, მაშინ ძალიან სწრაფად ისვრის, ძალიან ბევრს. ის რა ქვია, გაბრიელ, ნახე, გარეთ ვაჩენთ ჩვენ ენემიებს და ეგ კოდი რო ჩაუწეროთ, ეგრევე გაქრებიან, როგორც გაჩდებიან ზევით. მაშინ რო შევმოწმოთ Y კოორდინატი ესა სცენის ქვედა იმას რო თუ უდრის რო წაიშალოს. ხო, ეგ შეგვიძლია. კაი, მე გავაკეთოთ. მას შეგიძლიათ ნახოთ, ჩემი გაზერებული ეკრანი შეგიძლიათ ნახოთ. კი. ნახეთ მას. კაი, ცოდუარი კომპიუტერი, ამდენი ობიექტი გაგიჭედო შეიძლება. ნახოთ ალბათ თუ გადაახურა. არა, მას არ იმასოს მას შევიდე. ხო, არა, მაგრამ ეხლა კიდე ძალიან ბევრს თუ გააჩენ. ხატავს რა, პრაქტიკულად შეიძლება დაახატინო. ოკეი. კაი, მოდი შემდეგისთვის დავალება იყოს ესეთი. ენემის ხო ვაქრობთ ჩვენ. და ენემი როცა გაქრება ხოლმე, გაქრობის დროს გააჩინოს რაღაცა სხვა ობიექტი, რომელიც იქნება ბულეთი იდეაში, ჩვენთვის ასახები ბულეთი რა, პლეიერმა რო აიღოს ხოლმე. რამე ობიექტი ჩაამატეთ ან რავი, აი უბრალოდ რო რაღაცა 2D ობიექტი შექმნათ, ეგეც შეიძლება რა, რაღაც პატარა circle ან რაღაც ეგეთი. რომ მივხვდეთ რომ ტყვიაა რა. მოგეთ ეგ ტყვის რაღაც ობიექტები უნდა გაჩნდნენ ხოლმე, როცა ენემი გაქრება. აი შე რო მოარტყამ იმას ტყვიას და მოკლავ ენემის. თვითონ რო გაქრება, უნდა დატოვოს თავის ადგილზე ბულეთი. მერე იმას თუ აიღებ, პლეიერი თუ აიღებს, როგორც კი შეეხება უნდა გააქროს და ბულეთის რაოდენობა უნდა მოუმატოს პლეიერს. მივხვდი? დიახ, მივხვდი მას. მას ასეთ რაღაცა რო ჩავამატოთ, აი ანიმაცია მას თქვენ წინას სახელი მითხარით, მას იუნისო ქონდა გაკეთებული. აი spaces აი აფეთქების ანიმაცია რო იყოს მას. იგი მაგასაც გავაკეთებთ. გამოგიგზავნით მე მაგის ანიმაციებს და მაგასაც გავაკეთებთ. რომ მორტყმაზე ბულეთს რომ მოარტყამ აფეთქდეს ხოლმე. გაქრობაზეც. მას ის ხო შეიძლება გავაკეთოთ. აი ესა can shoot-ი რო false არის და ისა გასწრულად რო შევეცდებით, რო გაწითლდეს, ანუ გადახურების იმას, რო გაწითლდეს. შეიძლება კი. კაი, ჯერჯერობით შემდეგისთვის დავალება იყოს ეგ, რომ ენემი რო გაქრება ხოლმე, თავის ადგილზე უნდა დატოვოს, დადროფოს ესე ვთქვათ. გააჩინოს ბულეთი, რომის აღება შეიძლება პლეიერს და რომ მივა პლეიერი მიფრინდება და აიღებს, ბულეთის რაოდენობა უნდა გაზარდოს რა. და რა თქმა უნდა გაქრეს აღების დროს. რომ მიხვდე რომ აიღე, რომ შეეხები უნდა გაქრეს. ოკეი, ცადეთ მაგას შემდეგზე იქო შემდეგზე ადგილზე შევხვდებით კი. პარასკევს 3 საათს. დიახ. კაი, დროებით ავა. დროებით მას. ნახვამდის. ნახვამდის. კაი.